სისხლისმიერი კავშირი ხშირად არაუპირობო სიყვარულის, არამედ ემოციური ვამპირიზმის ყველაზე უსაფრთხო გარემოა. ფიორიზე ვაანალიზებ ადამიანის ბუნების ბნელ მხარეებს და ვსწავლობ, როგორ დავიცვა ჩემი გონება ტოქსიკური გავლენებისგან. თუ შენს გაინტერესებს რეალობის პრაგმატული ხედვა და გსურს გათავისუფლდე საზოგადოებრივი ილუზიებისგან, გამოიწერე ფიორი. დღეს მე დეტალურად განვიხილავ, თუ როგორ იყენებენ ნათესავები მოვალეობის გრძნობას ჩვენს სამართავად და როგორ უნდა დავაწესოთ რკინის საზღვრები მაკიაველისტური მიდგომებით. ადამიანები ბუნებით ეგოისტები არიან და პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ. ეს პრინციპი არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცასთან საერთო გენეტიკა მაკავშირებს. მეტიც, ფიზიკური და სოციალური სიახლოვე ნათესავებს აძლევს იდეალურ იარაღს. მათ ზუსტად იციან შენი სუსტი წერტილები. აქ იწყება ყველაზე საინტერესო ფსიქოლოგიური ფენომენი. როდესაც ბავშვობიდან ერთად იზრდებით, მათ ნანახი აქვთ შენი ფორმირების პროცესი. ახსოვთ შენი ბავშვური შიშები, პირველი მარცხი და დაუცველობა. და სამწუხაროდ, როდესაც შენ იზრდები და ძლიერდები, ტოქსიკური ნათესავების ქვეცნობიერი უარს ამბობს ახალი ძლიერი ვერსიის მიღებაზე. მათ აწყობთ შენი იმ ძველ სუსტ მდგომარეობაში დატოვება, რადგან ასე უფრო ადვილია შენი მართვა. იუნგი ამათ პროექციას უწოდებდა. ისინი საკუთარ შინაგან უსუსურობას ისევ შენს ბავშვურ ხაზზე აპროექტებენ. მე ვისწავლე ამ პროექციების ამოცნობა. როდესაც მაგნინებენ, ხვდები, რომ ისინი ჩემს რეალურ სახეს კი არ ებრძვიან, არამედ იმ მოჩვენებას, რომელიც მათსავე გონებაში არსებობს. როდესაც ვაანალიზებ სანათესაო დინამიკას, ხედავ არა უანგარო სიყვარულს, არამედ ძალაუფლებისთვის ბრძოლას მიკროდონეზე. ვისწავლე, რომ ოჯახური კავშირები არ მაძლევს მოდუნების უფლებას. პირიქით, სწორედ აქ არის საჭირო ყველაზე დიდი სიფხიზლე და ემოციური კონტროლი, რადგან ყველაზე მძიმე დათმები ყოველთვის შიგნიდან მოდის. ჩვენს კულტურაში არსებობს სისხლის ყივილის და უპირობო ოჯახური ვალდებულების ძალიან ძლავრი, თითქმის დოგმატური კონცეფცია. საზოგადოება გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ნათესავს ყველაფერი უნდა ვაპატიო მხოლოდ მისი სტატუსის გამო. მე ამას უყურებ, როგორც მასების ის მართვის და მორჩილების ინსტრუმენტს. როდესაც ვიღაც იყენებს ფრაზას ნათესავია და როგორ ვაწყენინო, ის რეალურად საკუთარ სისუსტეს და კონფლიქტის შიშს ამართლებს. ჩვენს რეალობაში ხშირად ხვდები ეგრეთ წოდებულ მხსნელის კომპლექსს. თუ შენ ოდნავ მაინც წამოიწიე წინ, მაშინვე გეკიდება მთელი სანათესაოს ბედიღბალი. თითქოს შენი წარმატება შენი კი არა, საერთო საკუთრებაა. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი კოლექტიური ნარცისიზმი, როდესაც ოჯახის წევრები შენი მიღწევებით იკვებებიან, მაგრამ რეალურად შენ როგორც ინდივიდს არ გაფასებენ. მათთვის შენ ხარ უბრალოდ რესურსი, ბანკომატი ან სოციალური სტატუსის ასამაღლებელი ინსტრუმენტი. მე სასტიკად ვაანალიზებ ამას. როცა ვხედავ, რომ ვინმეს ჩემთან ურთიერთობა მხოლოდ ჩემი რესურსების გამო უნდა, მაშინვე ვჭრი ამ უხილავ ჭიპლარს. არანაირი ახსნა, არანაირი შანსი. ჩემი რესურსი, ჩემი ენერგიის კონვერტაცია და მე მას არავის ვჩუქნი. მე უარი ვთქვი ამ ფსიქოლოგიურ მონობაზე. ჩემთვის პატივისცემა არის ორმხრივი პროცესი და არა გენეტიკური ლატარიის შედეგი. ვინც არ სცემს პატივს ჩემს საზღვრებს, ის კარგავს ჩემთან სიახლოვის პრივილეგიას, მიუხედავად იმისა, თუ რა გვარს ატარებს ის. ტოქსიკური ნათესავებისგან თავდაცვის პირველი და ყველაზე მთავარი წესი ინფორმაციული ვაკუუმის შექმნაა. იუნგი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ იყენებენ ადამიანები სხვების სისუსტეებს საკუთარი ჩრდილის დასამალად. როდესაც მე უზიარებ ნათესავებს ჩემს რეალურ გეგმებს, ფინანსურ მდგომარეობას ან პირად პრობლემებს, მე მათ ვაძლევ საბრძოლო მასალას ჩემს წინააღმდეგ. ვისწავლე ხელოვნური ჟიმილის და ზედაპირული საუბრების ხელოვნება. როდესაც მეკითხებიან პირად დეტალებზე, პასუხობ აბსტრაქტულად და დაუყოვნებლივ გადამაქვს ყურადღება სხვა თემაზე. ვინაჩუნებ მეგობრულ ფასადს, მაგრამ შინაგანად ვარ აბსოლუტურად მიუწვდომელი და დახურული სისტემა. ინფორმაციის გაცემა იგივეა, რაც მტრისთვის, შენი ციხესიმაგრის რუკის გადაცემა. ქართულ სანათესაოში არსებობს ერთი ძალიან ვერაგული ტაქტიკა – გულწრფელობის გამოძალვა. მოდიან შენთან თითქოს ემპათიით, გიყვებიან თავიანთ პატარა პრობლემას, რათა საფასუხოდ შენი დიდი და მნიშვნელოვანი საიდუმლო გამოსტყუონ. ეს არის კლასიკური ფსიქოლოგიური ხაფანგი და როგორც კი ამ საიდუმლოს იტყვი, ის ხდება იარაღი. პირველივე უთანხმოებისას ამას შენს წინააღმდეგ გამოიყენებენ, ან სხვა ნათესავებს მოუყვებიან შენი დისკრედიტაციისთვის. ამიტომ ჩემი პასუხები ყოველთვის ემსგავსება დიპლომატიურ განცხადებებს. ზრდილობიანი, მაგრამ აბსოლუტურად უშინაარსო. ავიღოთ ტიპური ქართული სუფრის მაგალითი, რომელიც ხშირად იქცევა დაკითხვის და ფარული აგრესიის პოლიგონად. იქ იკრიბებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი სტატუსის ამაღლებას სხვების დამცირების ხარჯზე. შეკითხვები კარიერაზე, შემოსავალზე ან პირად ცხოვრებაზე ხშირად შეფუთულია მზრუნველობის მანდიაში. მე ასეთ გარემოში ვიყენებ მაკიაველისტურ დისტანცირებას. ვესწრები რიტუალს,
მაგრამ არ ვერთვები ემოციურად. თუ ვინმე ცდილობს ჩემს პროვოცირებას, პასუხობ ცივი დუმილით ან ირონიული თანხმობით. ეს სრულად ანადგურებს მათ სტრატეგიას, რადგან მანიპულატორი იკვებება მსხვერპლის თავის მარშლებითა და ემოციური რეაქციით. ჩემი სიჩუმე კი მათთვის მომაკვდინებელია. მინდა ცალკე გამოვყო სუპრაზე, ან ოჯახურ შეკრებებზე არსებული ეგრეთ წოდებული მორალური პოლიციის ფენომენი. ყოველთვის არსებობს ერთი ან ორი ხანდაზმული ნათესავი, რომელმაც აიღო საკუთარ თავზე მოსამართლის მანტია. ისინი იყენებენ საჯარო სივრცეს შენს დასამცირებლად, რადგან იციან, რომ ხალხში სკანდალს მოერიდები. როდის ქორწინდები, რატო არ მუშაობ ნორმალურ ადგილას, რა გაცვია. ეს არ არის კითხვები, ეს არის დომინანტობის დემონსტრირება სხვების თვალწინ. მე ასეთ დროს ვიყენებ ტაქტიკას, რომელსაც სარკისებრ დუმილს უწოდებ. როცა მისვამენ პროვოკაციულ კითხვას, მე ვუყურებ მათ თვალებში, ვაკეთებ 5 წამიან პაუზას, არაფერს პასუხობ და საუბარს ვაგრძელებ გვერდით მჯდომთან აბსოლუტურად სხვა თემაზე. ეს მათ ანადგურებს. საჯარო იგნორირება მაკიაველის ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია. არტურ შოპენჰაუერის დილემას ზღარბებზე იდეალურად აღწერს სანათესაო ურთიერთობებს. ზამთარში ზღარბები ერთმანეთს ეკვრიან სითბოსთვის, მაგრამ ეკლებით ჩხვლეტენ ერთმანეთს. ამიტომ იძულებულნი არიან დისტანცია დაიჭირონ. მე ზუსტად ვიცი ის ოპტიმალური მანძილი, რომელიც უნდა დავიჭირო ნათესავებთან. ეს მანძილი საკმარისია იმისთვის, რომ შევინარჩუნო ფორმალური ეტიკეტი, მაგრამ საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მათმა ტოქსიკურობამ ვერ შეაღწიოს ჩემს ფსიქიკაში. არ ვცდილობ მათ გადაკეთებას ან ჭკუის სწავლებას, რადგან ეს დროის და ენერგიის ფუჭი ხარჯვაა. უბრალოდ მართავ დისტანციას ისე, როგორც გამოცდილი მოჭადრაკე მართავს ფიგურებს დაფაზე საკუთარი უსაფრთხოებისთვის. ფინანსური ვალდებულებების ილუზია არის კიდევ ერთი მძლავრი ბერკეტი, რომელსაც ქართულ რეალობაში ფართოდ იყენებენ. არსებობს დაუწერელი წესი, რომ თუ წარმატებას მიაღწიე, ვალდებული ხარ შეინახო ნაკლებად წარმატებული ნათესავები. მე ამას უყურებ როგორც ფარულ პარაზიტიზმს. როდესაც ნათესავი ითხოვს ფინანსურ დახმარებას არა კრიტიკული აუცილებლობის, არამედ საკუთარი უპასუხისგებლობის გამო, მე ვიყენებ ცივი უარის ხელოვნებას. არ ვუხსნი მათ მიზეზებს და არ ვიწყებ ბოდიშების მოხდას. მტკიცე, უემოციო უარი არის საუკეთესო ფილტრი. ის ადამიანები, რომლებიც ჩემს ხორებაში მხოლოდ სარგებლის გამო იყვნენ, ამ უარის შემდეგ თავისით ქრებიან, რაც ჩემთვის მხოლოდ გამარჯვებაა. აქ უნდა ვახსენო თავდებში ჩადგომის ან ვალის აღების კატასტროფული ქართული ტრადიცია. ნათესავი გთხოვს, რომ ბანკში თავდებად დაუდგე და თუ უარს ეტყვი, ხდები ოჯახის მოღალატე. ფსიქოლოგიურად ეს არის სხვისი პასუხისგებლობის შენს მხრებზე გადმოტანის მცდელობა. მე მივიღე ურყევი გადაწყვეტილება. არასდროს ურევ ფინანსერთა ნათესაობას. როცა ნათესავი ფულს ითხოვს, ის ქვეცნობიერად თვლის, რომ შენ ისედაც ვალდებული ხარ დაეხმარო და ხშირად ამ ფულის დაბრუნებას არ წაპირებს. ჩემი პასუხი ყოველთვის არის ბეტონივით მყარი. მე არ მაქვს ფინანსური ურთიერთობები ოჯახის წევრებთან. ისინი ბრაზდებიან, მიწოდებენ ეგოისტს, მაგრამ იცით რა არის საინტერესო? სტოიციზმი მას სწავლის, რომ მე რჩივნოს ვიყო ეგოისტი და თავისუფალი, ვიდრე კარგი ნათესავი და ფინანსურად განადგურებული. ჩემი ფინანსური სტაბილურობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი კომფორტი. დანაშაულის გრძნობის ჩანერგვა ტოქსიკური ოჯახის წევრების საყვარელი იარაღია. ფრაზები როგორიცაა შენთვის ყველაფერი გავაკეთე, ან ასე მიფასება მაქვს, არის წმინდა წყლის ემოციური შანტაჟი. როდესაც მესმის ეს სიტყვები, ჩემი გონება ავტომატურად თარგმნის მათ როგორც მანიპულაციის მცდელობას. ნამდვილი მზრუნველობა არ ითხოვს სანაცვლო მსხვერპლს. ვისწავლე საკუთარი თავის გათავისუფლება ამ ფსიქოლოგიური ვალისგან. ვაცნობიერებ, რომ ჩემი სიცოცხლე მეკუთვნის მხოლოდ მე და არავის სხვას. არ ვარ ვალდებული გადავიხადო მუდმივი ხარკი იმ ადამიანების სასარგებლოდ, ვინც ჩემს მანიპულირებას წარსულით ცდილობს. ეს ცივი გააზრება მაძლევს აბსოლუტურ შინაგან თავისუფლებას. მოდი ჩაუღრმავდეთ ამ ფსიქოლოგიურ დინამიკას. ზიგმუნდ ფროიდი წერდა, რომ ყველაზე დიდი ტვირთი, რაც შვილს შეუძლია ატაროს, არის მშობლის ან წინაპრის არ შემდგარი ცხოვრება. ტოქსიკური ნათესავები ხშირად ითხოვენ, რომ შენ იყო მათი ჩაშლილი ოცნებების კომპენსაცია. თუ მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას, შენ უნდა მიაღწიო, მაგრამ ზუსტად იმ ფორმით, როგორცაც ისინი გიკარნახებენ. თუ შენ ირჩევ შენს უნიკალურ, მათთვის გაუგებარ გზას, ისინი ამას არ იქომენ როგორც პირად შეურაცხყოფას. ჩვენ ტყუილად არ გვიწვალია შენს გასაზრდელად. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორიზმი. მე გავიაზრე, რომ ჩემი ვალი სამყაროს წინაშე არის მხოლოდ ჩემი პოტენციალის რეალიზება და არა ვინმეს მოლოდინების გამართლება. როდესაც ამას ვაცნობიერებ, მათი სიტყვები კარგავს ყოველგვარ ძალას. მე მათ უყურებ არა როგორც ავტორიტეტებს, არამედ როგორც ტრავმირებულ ადამიანებს,
რომლებსაც საკუთარი ტრაუმების ჩემზე გადმოტანა სურთ. ჩვენ საზოგადოებაში ასაკი ხშირად გამოიყენება როგორც ავტორიტეტის ერთადერთი საზომი. უფროსი თაობის წარმომადგენლები ხშირად ითხოვენ უპირობო მორჩილებას მხოლოდ თავიანთი ასაკის გამო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ტოქსიკურია მათი ქცევა. მე ვუყურებ ამას მაკიაველისტური პრიზმიდან. ავტორიტეტი უნდა ეფუძნებოდეს კომპეტენციას და პატივისცემას და არა წლების რაოდენობას. თუ ასაკოვანი ნათესავი არ ღოს ჩემს საზღვრებს და ცდილობს ჩემს დამცირებას, მე არ ვთამაშობ ტრადიციული პატივისცემის თამაშს. წყვეტ კომუნიკაციას. არანაირი ახსნა, არანაირი სკანდალი. უბრალოდ ფიზიკური და ემოციური იზოლაცია, რაც მათთვის ყველაზე დიდი სასჯელია, რადგან კარგავენ манипуляციის ობიექტს. ჩვენს კულტურაში ასაკი ხშირად ინდულგენცია ყოველგვარ უტაქტობასა და ტოქსიკურობაზე. დიდია და უნდა აპატიო, რასაც გეუბნება, შენთვის უნდა. მე ამ ილუზიას საფუძვლიანად ვანგრევ. სიბრძნე არ მოდის ავტომატურად ასაკთან ერთად. ზოგჯერ წლები უბრალოდ აძლიერებს ადამიანის ბნელ და ეგოისტურ თვისებებს. როდესაც ასაკოვანი ნათესავი ცდილობს მასწავლოს ჭკუა იმ ცხოვრებაზე, რომელშიც თავად მარცხი განიცადა, მე ვიყენებ რაციონალურ ფილტრს. უსმენ მის რჩევას, ვადარებ მის რეალურ შედეგებს და ვაკეთებ დასკვნას. როგორც წესი, მათი რჩევები ეფუძნება შიშს, შეზღუდვებს და სისტემის მიმართ მორჩილებას. მე კი ვირჩევ რისკს და თავისუფლებას. ჩემთვის პატივისცემა ნიშნავს, რომ არ შევიდე მათთან კონფლიქტში, მაგრამ არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ გავითვალისწინო მათი აზრი. ეხლა მინდა ერთი თუთით შევჩერდე. თუ ფიქრობ, რომ ეს ანალიზი ზუსტად აღწერს შენს რეალობას და გაძლევს ფსიქოლოგიურ ინსტრუმენტებს საკუთარი თავის დასაცავად, გთხოვ მოიწონო ეს ვიდეო და დატოვო კომენტარი. შენი ჩართულობა მეხმარება, რომ ფიორის არხმა კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანოს ეს მნიშვნელოვანი და ხშირად ტაბუირებული თემები. ყოველი შენი მოწონება არის სიგნალი ჩემთვის, რომ გავაგზელო ბნელი ფსიქოლოგიის და სტოიციზმის პრაქტიკული გამოყენების კვლევა ჩვენს ქართულ ყოველდღიურობაში. ეხლა კი გავაგზელოთ და ვნახოთ, როგორ უნდა გაუმკლავდეთ სანათესავო ჯორებსა და რეპუტაციულ შანტაჟს, რომელიც ასე ხშირია ჩვენს გარემოში. ჯორები და განკითხვა არის ტოქსიკური ნათესავების მიერ სოციალური კონტროლის დამყარების მთავარი მექანიზმი. როდესაც ისინი ვერ ახერხებენ პირდაპირ манипуლირებას, ისინი იწრებენ შენი რეპუტაციის განადგურებას ზურგს უკან. მე მივიღე სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომ არასდროს ვიბრძოლო ჩემი იმიჯისთვის სანათესავოში. როდესაც მესმის, რომ ჩემზე რაღაც ტყუილს ავცელებენ, მე არ ვცდილობ თავის მართლებას ან მათ გადაწმუნებას. სტოიკოსები გვასწავლიან, რომ ის, რასაც ხრები ფიქრობენ ჩვენზე, აბსოლუტურად ჩვენი კონტროლის მიღმაა. მე ვაძლევ მათ საშუალებას იცხოვრონ თავიანთ ილუზიებში. ჩემი სიმშვიდე და წარმატება არის ყველაზე სასტიკი პასუხი მათ სიბრაზეზე და შურზე. ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება ტრიანგულაცია. ეს არის ტოქსიკური ნათესავების უსაყვარლესი მეთოდი. როდესაც შენთან პირდაპირ დაპირისპირებას ვერ ბედავენ, ისინი რთავენ მესამე პირს. მაგალითად, მიდიან შენს მშობელთან, და-ძმასთან ან სხვა ნათესავთან და ეუბნებიან: "იცი, გიორგი, რაღაც ძალიან შეიცოლა, ფულით გაფუჭდა, აღარავინ აინტერესებს." მათი მიზანია შექმნან კოალიცია შენს წინააღმდეგ. მე ამ თამაში მონაწილეობას არ ვიღებ. როდესაც მესამე პირი მოდის ჩემთან და მეუბნება: "იცი, ბიძა შენმა შენზე ეს თქვა." ჩემი პასუხი ყოველთვის ლაკონურია. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ეგ მისი აღქმდა, არა ჩემი რეალობა. მეტი აღარ მომიყვე. მე ვბლოკავ ტოქსიკური ინფორმაციის ნაკადს. როცა манипуლატორი ხედავს, რომ მისი ტრიანგულაცია არ მუშაობს და ვერ გამოგიწვია რეაქციაზე, ის საბოლოოდ კარგავს იარაღს. ტოქსიკური ადამიანები ყოველთვის ელიან გარკვეულ პატერნულ ქცევას. თუ ისინი გაკრიტიკებენ, შენ უნდა გაბრაზდე. თუ ისინი გთხოვენ, შენ უნდა დანებდე. მე განზრახ ვარღვევ ამ სცენარებს. როდესაც ელიან, რომ გაბრაზდები, მე ვიღიმი და ვეთანხმები. როდესაც ელიან, რომ დავეხმარები, მე მშვიდად ვეუბნები უარს. ეს არაპროგნოზირებადობა აბნევს მათ და ართმევს კონტროლის განცდას. ხვდები მათთვის ამოუხსნელი გამოცანა. ადამიანი, რომელზეც მათი ძველი, გამოცდილი манипуლაციის ტექნიკები აღარ მუშაობს. ფსიქოლოგიური უპირატესობა ყოველთვის იმის მხარესაა, ვინც ინარჩუნებს სიმშვიდეს და არ თამაშობს სხვისი წესებით. ასევე ხშირად იყენებენ საჩუქრებსა და ეგრეთ წოდებულ სიკეთეს, როგორც კაუჩს. მოაქვთ რაღაც ნივთი. გიგეთებენ პატარა საქმეს და შემდეგ ამას მთელი ცხოვრება გამადლიან. ეს არის ვალის ხელოვნურად შექმნა. მაკიაველი გვაფრთხილებდა მსგავსი დავალებების შესახებ. როდესაც გრძნობ, რომ საჩუქარს ან დახმარებას თარული ფასი აქვს, მე მასზე მაშინვე ვარს ვამბობ. დიდი მადლობა, მაგრამ ამჭირდება. მირჩევნია ვინმეს გადაუხადო ფული და სუფთა ვიღო, ვიდრე ნათესავის ეგრეთ წოდებული უფასო დახმარება მივიღო, რომელიც მერე მორალურ მონობაში დამტოვებს. ჩემი დამოუკიდებლობა არ იყიდება არც ერთ სანათესაო სიკეთეზე.
იუნგის თეორიაში არის ჩრდილის ძალიან საინტერესო ასპექტი. ჩვენ ყველაზე მეტად ის გვარიზიანებს სხვებში, რასაც საკუთარ თავში ვმალავთ. როდესაც ნათესავი აგრესიულად აკრიტიკებს ჩემს დამოუკიდებლობას ან ჩემს ცხოვრების სტილს, მე ზუსტად ვიცი, რომ სინამდვილეში ის საკუთარ უთავისუფლებაზე და გაშვებულ შანსებზე ბრაზობს. ამის გააზრება მაძლევს უდიდეს ძალას. აღარ აღვიქვა მათ სიტყვებს, როგორც პირად შეურაცხყოფას. ვუყურებ მათ როგორც ფსიქოლოგიურ პაციენტებს, რომლებიც საკუთარ ტკივილს ჩემზე აპროექტებენ. ეს ანალიტიკური მიდგომა მიცავს ემოციური გადათვისგან და მეხმარება ვიყო აბსოლუტურად გულგრილი მათი შეტევების მიმართ. ბევრი ადამიანი ცდილობს შეცვალოს თავისი ტოქსიკური ოჯახის წევრები. ისინი ხარჯავენ წლებს ახსნა განმარტებებში და კამათში. მე ამას უყურებ როგორც უმძიმეს სტრატეგიულ შეცდომას. ადამიანის ბუნება განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში თითქმის შეუქცევადია. მაკიაველისტური პრაგმატიზმი მასწავლის, რომ არ დავხარჯო რესურსი იქ, სადაც გამარჯვება შეუძლებელია. ნაცვლად იმისა, რომ ვეცადო მათ შეცვლას, მე ვცვლი ჩემს მიდგომას მათ მიმართ. მე ვარგებ მათ კონკრეტულ როლებს ჩემს ცხოვრებაში და არ ვაძლევ საშუალებას გასცდნენ ამ როლების ფარგლებს. ეს არის საზღვრების მენეჯმენტის უმაღლესი დონე, სადაც მე ვარ სრული კონტროლის მფლობელი. ჩვენ საზოგადოებაში ხშირად გვესმის ფრაზა, რომ სისხლი წყალი არ არის და ოჯახი უმთავრესია. მე კი მიმაჩნია, რომ ერთგულება არ არის გენეტიკური მოცემულობა, ის მოპოვებადი რესურსია. თუ ნათესავი მუდმივად მიწამლავს ცხოვრებას, ხელს მიშლის განვითარებაში და ცდილობს ჩემს დამცირებას, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენ საერთო წინაპრებს? ვწყვეტ სისხლის მიერი კავშირის რომანტიზებას. ჩემთვის ბევრად უფრო ფასეულია ის ადამიანები, რომლებიც თავად ავირჩიე, რომლებიც პატივს სცემენ ჩემს ხედვებს და მხარს მიჯერენ. მე ვაშენებ საკუთარ ტომს, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ პატივისცემაზე და არაიძულებით ტოქსიკურ ტრადიციებზე დაფუძნებულ ვალდებულებებზე. ბიოლოგიური ოჯახი არის მოცემულობა, ლატარეა, რომელშიც ჩვენ არაფერი აგვირჩევია. მაგრამ ზრდასრულ ასაკში შენ გაქვს უზენაესი უფლება, შექმნა შენი საკუთარი ტომი. ფსიქოლოგიური ინტიმურობა, რომელსაც მე ასე ვაფასებ, იბადება არა გენეტიკური კოდის თანხმდრით, არამედ ღირებულებების, ხედვების და მიზნების თანხმდრით. ჩემი ფსიქიკური ენერგია მიედინება მხოლოდ იმ ადამიანებისკენ, ვინც ჩემს ზრდას უწყობს ხელს. არჩეული ოჯახი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ბიოლოგიური, რადგან ის ეფუძნება თავისუფალ ნებას და გაცნობიერებულ სიყვარულს და არა იძულებით ვალდებულებებს და დანაშაულის გრძნობას. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური იარაღი მანიპულატორის წინააღმდეგ არის მათივე ტაქტიკის სარკისებური ასახვა. როდესაც ისინი ცდილობენ ჩემს დადანაშაულებას რაიმე მოგონილ წოდვაში, მე არ ვამართლებ თავს. ნაცვლად ამისაც ცივად და ლოგიკურად უსვამ მათ ისეთ კითხვებს, რომლებიც მათვე აგდებს თავის მართლების პოზიციაში. ვაიძულებ მათ ახსნან საკუთარი ალოგიკური მოთხოვნები. როგორც წესი, მანიპულატორები ვერ უძლებენ პირდაპირ რაციონალურ კონფრონტაციას ემოციების გარეშე. იბნევიან და უკან იხევენ. ეს არის ფსიქოლოგიური აიკიდო, სადაც მე ვიყენებ მტრის ენერგიას მისსავე გასანადგურებლად, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ნებამომეცი მოგიყვანო კიდევ ერთი მაგალითი, ჩვენი ქართული ყოველდღიურობიდან, ეგრეთ წოდებული მსხვერპლის პოზიცია. ზოგიერთი ნათესავი მუდმივად წუწუნებს, მათთვის ცხოვრება ყოველთვის უსამართლოა, მთავრობა ცუდია, ხალხი ბოროტია და მხოლოდ ისინი არიან დაჩაგრული ანგელოზები. შენთან მოდიან არ არჩევისთვის, არამედ იმისთვის, რომ თავიანთი ნეგატიური ენერგია შენში გადმოღვარონ და თავად შვება იგრძნონ. ფსიქოლოგები ამას ენერგეტიკულ ვამპირიზმს ეძახიან. როდესაც ასეთი ნათესავი იწყებს წუწუნის მონოლოგს, ვიყენებ რადიკალური ლოგიკის მეთოდს. უსვამ კითხვას და კონკრეტულად რას აკეთებ იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოაგვარო. როგორც წესი, ისინი იბნევიან და ბრაზდებიან, რადგან მათ გამოსავალი კი არ უნდათ, არამედ თანაგრძნობა და წუწუნის უფლება. როცა ხედავენ, რომ მე მათ პასიურ მსხვერპლობას არ ვახალისებ, თავისით გარბიან ჩემგან. ხშირად მიწევს ისეთ ოჯახურ შეკრებებზე დასწრება, სადაც გარემო უკიდურესად დამთრგუნველია. ასეთ დროს ვიყენებ შინაგანი ემიგრაციის ტექნიკას. ფიზიკურად იქ ვარ, მაგრამ გონებრივად სრულიად სხვა განზომილებაში ვიმყოფები. ვაკვირდები მათ საუბრებს და ქცევებს ისე, თითქოს ანთროპოლოგი ვიყო, რომელიც იქროს უცხო და ველურ ტომს. ეს თამაშის ელემენტი მეხმარება დისტანციის შენარჩუნებაში და იცავს ჩემს ნერვულ სისტემას. როცა საქმეს ასეთი ირონიული და მკვლევარის კუთხით უდგები, ის რაც ადრე მაღიზიანებდა, ახლა უბრალოდ საინტერესო საკვლევი მასალა ხდება. ეს არის სტოიკური დისტანცირების შესანიშნავი პრაქტიკული გამოყენება ყოველდღიურობაში. ჩვენ უნდა გავიაზროთ ერთი ფუნდამენტური სიმართლე. ჩვენი ენერგია ლიმიტირებულია. ყოველი წუთი, რომელსაც ვხარჯავთ ტოქსიკურ ნათესავებთან კამათში ან მათზე ფიქრში, არის მოპარული დრო ჩვენი პირადი მიზნებისგან.
მაკიაველისტი ყოველთვის ითვლის რესურსების ხარჯს. მივიღებ მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ენერგია მივმართო მხოლოდ იქ, სადაც ის მომიტანს ზრდას, ფინანსურ კეთილდღეობას და სიმშვიდეს. ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად ნათესაური კავშირისა, რომელიც ცდილობს ჩემი ენერგიის შთანთქმას, ავტომატურად ხდება იგნორირების ზონაში. ეს ჟღერს სასტიკად, მაგრამ ეს არის გადარჩენის და წარმატების ერთადერთი რეალური ფორმულა. ტოქსიკური ადამიანები ყოველთვის ცდილობენ შექმნან დრამა და ხელოვნური კრიზისები, რათა მიიქციონ ყურადღება. ქართულ ოჯახებში ეს ხშირად იღებს ისტერიკის ან ჯანმრთელობაზე მანიპულირების ფორმას. ვისწავლე ამ იაფფასიანი სპექტაკლების ამოცნობა. როდესაც ვხედავ, რომ კრიზისი ხელოვნურია და მიმართულია მხოლოდ ჩემი ყურადღების მისაღებად, წყვეტ მაყურებლის როლის შესრულებას. დრამა კარგავს აზრს, თუ მას არავინ უყურებს. ვტოვებ სივრცეს, ფიზიკურად თუ ვირტუალურად და ვაგრძელებ ჩემს საქმეს. ყურადღების ეს სრული დეფიციტი არის ყველაზე მტკივნეული სასჯელი მანიპულატორისთვის და საუკეთესო თავდაცვა ჩემი ფსიქიკისთვის. საზოგადოება ცდილობს დაგვაჯეროს, რომ მშობლებთან და ნათესავებთან საზღვრების გავლება არის ეგოიზმი და უმადურობა. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც ემსახურება ძველი, დამახინჯებული სისტემის შენარჩუნებას. რეალურად, ჯანსაღი საზღვრების გარეშე შეუძლებელია იყოს სრულფასოვანი პიროვნება. მე ვარ ჩემი საკუთარი ცხოვრების არქიტექტორი და მე ვწყვეტ, ვის მივცე უფლება შემოვიდეს ჩემს სივრცეში. არ გზნობ თავს დამნაშავედ, როდესაც ვიცავ ჩემს ტერიტორიას ინტრუზიული ნათესავებისგან. პირიქით, ვამაყობ ჩემი სიძლიერით, რომ შევძელი იმ უხილავი ჯაჯვების გაწყვეტა, რომლებზეც უამრავი ადამიანი მთელი ცხოვრებაა ჩამოკიდებული. აქ ჩნდება ყველაზე დიდი შიში, გარიხვეს შიში. ევოლუციურად ჩვენ ისე ვართ მოწყობილი, რომ ტომიდან ან ოჯახიდან გარიყვა სიკვდილთან ასოცირდება. ჩვენი ტვინის ლიმბური სისტემა განგაშტეხს, როდესაც ნათესავების ზურგს გვაქცევენ. მაგრამ მარკუს ავრელიუსი, სტოიციზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ამბობდა, სიმშვიდე არის მხოლოდ საკუთარ გონებაში. მე ვავარჯიშებ საკუთარ თავს, რომ დაუძლიო ეს პრიმიტიული ბიოლოგიური პროგრამა. მარტო დარჩენის შიში გაცილებით ნაკლებად საშიშია, ვიდრე საკუთარი თავის დაკარგვის ტრაგედია. გარიყვა არ არის სასჯელი, ეს არის ფილტრი. თუ ჩემი ჯანსაღი საზღვრები ვინმესთვის მიუღებელია და ამის გამო მრიყავს, ეს ნიშნავს, რომ მას მე კი არ უყვარდი, არამედ ჩემი მორჩილება აწყობდა. იო. როდესაც იწყებ ამ რადიკალური მიდგომების დანერგვას, თავიდან მოსალოდნელია ძლიერი წინააღმდეგობა სანათესაოს მხრიდან. ისინი შეეცდებიან შენს დაბრუნებას ძველ მორჩილ პოზიციაში შანტაჟით, ბრაზით ან ბოიკოტით. ეს არის გადამწყვეტი მომენტი. სტოიკოსი ამ დროს იჩენს მაქსიმალურ სიმტკიცეს. მე ვიცი, რომ ეს წინააღმდეგობა დროებითია. როგორც კი ისინი გააცნობიერებენ, რომ ჩემი საზღვრები ურქრევია და მათი ძველი მეთოდები აღარ მუშაობს, ისინი იძულებულნი გახდებიან შეეგუონ ახალ რეალობას, ან საერთოდ გაქრნენ ჩემი ცხოვრებიდან. ორივე ვარიანტი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღები და მომგებიანია. თავარია, არ დანებდე პირველივე შემოტევისას. იო. მაკიაველი წერდა, რომ უმჯობესია ხალხს შენი ეშინოდეს, ვიდრე უყვარდე, თუ ორივეს ქონა შეუძლებელია. სანათესაო კონტექსტში შიში არ ნიშნავს ფიზიკურ ტერორს. ეს ნიშნავს პატივისცემას, რომელიც დაფუძნებულია შენი ხასიათის სიმტკიცის აღიარებაზე. მათ უნდა ეშინოდეთ შენი საზღვრების დარღვევის, რადგან იციან, რომ პასუხი იქნება ცივი და დაუნდობელი. მე არ ვეძებ მათ სიყვარულს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ მორჩილების მოთხოვნაა. ვითხოვ დისტანციას და სუვერენიტეტის პატივისცემას. როდესაც ამ პოზიციას იკავებ, პარადოქსულად ადამიანები იწყებენ შენს დაფასებას, რადგან ხედავენ ძალას, რომლის მორჯულებაც მათ არ შეუძლიათ. იო. ფსიქოლოგიური დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ შენი შინაგანი მდგომარეობა არ იცვლება ნათესავების განწყობის მიხედვით. ხშირად ხედავ ადამიანებს, რომელთა მთელი დღე ინგრევა მხოლოდ იმიტომ, რომ დეიდამ ან ბიძამ რაღაც უკმაყოფილოდ უთხრა. ეს არის სრული ემოციური დამოკიდებულება. სტოიციზმი მასწავლის, რომ სხვების სიტყვები მხოლოდ ჰაერის მოძრაობაა, თუ მე თავად არ მივანიჭებ მათ მნიშვნელობას. მე ავაშენე ჩემს გონებაში უხილავი ფარი, რომელიც აირეკლავს ნებისმიერ ტოქსიკურ კომენტარს. როდესაც ნათესავი ცდილობს ჩემს გაღიზიანებას, ეს ისევე უშედეგოა, როგორც კედელზე ბურთის სროლა. ბურთი ყოველთვის უკან უბრუნდება მსროლას. იო. შოპენჰაუერი ამბობდა, რომ ჩვენ კარგავთ ჩვენი ცხოვრების 3/4-ს იმის მცდელობაში, რომ სხვებს გავდეთ. სანათესაო გარემო ზუსტად ამ უნიფიკაციას ითხოვს. მათ უნდათ, რომ შენ იყო გასაგები, სტანდარტული და პროგნოზირებადი, რადგან განსხვავებული აზროვნება მათში შიშს იწროს. მე უარს ვამბობ ამ სტანდარტიზაციაზე. ვირჩევ ვიყო რთული, გაუგებარი და მიუწვდომელი მათთვის. ეს ფსიქოლოგიური გაუცხოება დასაწყისში შეიძლება რთული ჩანდეს, მაგრამ ის იძლევა იმ უზარმაზარ ძალაუფლებას, რასაც ინდივიდუალიზმი ქვია.
წვეთ იყო ბრბოს ნაწილი და ხდები საკუთარი ბედის ერთადერთი მართველი, რაც საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანია. იო, დასასრულს მინდა ვთქვა, რომ გათავისუფლება არ ხდება ერთ დღეში. ეს არის ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი საკუთარ თავზე მუშაობისა. ყოველ დღე ვახსენებ ჩემს თავს, რომ თავარი ვალდებულება მაგისრია საკუთარი თავის და ჩემი მომავლის წინაშე. არ მისცეუფლება ტრადიციებს, ჭორებს და ემოციურ შანტაჟს, გადაგაქციოს სხვისი სცენარის მეორე ხარისხოვან მსახიობად. იმოქმედე ცივი გონებით, დააწესე ულმობელი საზღვრები და დაიბრუნე კონტროლი შენ ცხოვრებაზე. ეს არის ძლიერი ადამიანის ერთადერთი გზა იმ საზოგადოებაში, რომელიც გამუდმებით ცდილობს შენს შთანთქმას და უსახო მასატქცევას. იო, დიდი მადლობა, რომ ბოლომდე მომისმინე. იმედი მაქვს, ეს ცივი და პრაგმატული ანალიზი დაგეხმარება შენი პირადი საზღვრების დაცვაში. თუ ეს ვიდეო შენთვის ღირებული აღმოჩნდა, აუცილებლად გაუზიარე ის შენს მეგობრებს, რომლებსაც შესაძლოა ახლა ზუსტად ასეთი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებოდეთ. არ დაგავიწყდეს ფიორის არხის გამოწერა, რადგან წინ კიდევ უფრო ღრმა, პროვოკაციული და პრაქტიკული თემები გელოდება. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანის ფსიქიკის ბნელი მხარეების შესწავლას და იმ იარაღების მოპოვებას, რომლებიც უპირატესობას მოგცემს ამ რთულ სამყაროში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, მანამდე კი შეინარჩუნე გონებრივი სიცივე. იო.